ჩარლი კირკის მკვლელის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ცნობილი კონსერვატორი, აქტივისტი და ბლოგერი, რომელსაც საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს, გარდაიცვალა. ბლოგერს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. ძიმედ დაჭრილი კირკი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის იბრძოდა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანობისა და ამერიკელი ხალხისთვის. ის იყო ღრმა რწმენის კაცი და ჩვენ უგეშპოულობთ იმის, რომ ის ახლა ღმერთთანაა ცაში. ჩვენი ლოცვები მის მეუღლე ერიკასთან, ორ საყვარელ შვილთან და მის ოჯახთანაა, რომლებსაც ის მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარდათ. რადიკალურმა მემარცხენე პოლიტიკურმა ძალადობამ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დააზარალა და ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ამერიკაში სახელმწიფო დროშები დაეშვა. ბლოგერის მკვლელობას შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის შემდეგ ყოფილებიც მალევე გამოეხმაურნენ. ჩვენს ქვეყანაში მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს. ეს უნდა დასრულდეს ახლავე. ჯილი და მე ვლოცულობთ ჩარლი კირკის ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ არ ვიცით რა იყო მოტივი იმ ადამიანის, რომელმაც ჩარლი კირკს ესროლა, მაგრამ ასეთი ამაზენ ძალადობის ადგილი ჩვენს დემოკრატიაში არ არის. მიშელი და მე ვლოცულობთ ჩარლის ოჯახისთვის, განსაკუთრებით მისი მეუღლის, ერიკასა და მისი ორი პატარა შვილისთვის. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ამერიკელი კანონმდებლებიც. კონგრესმენებისთვის ბუნდოვანია თუ ვისთვის წარმოადგენდა საფრთხეს ჩარლი კირკი, რომელიც ტრადიციული ღირებულებების, ქრისტიანობისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი იყო. ის იყო ქრისტიანი, მხარს უჭერდა ტრადიციულ ღირებულებებს და შეეძლო დებატები ყველასთან. ის არ იყო პოლიტიკოსი, არამედ ინფორმაციას ავრცელებდა და სრული სიმშვიდით შედიოდა დისკუსიებში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. აქტიურად იცავდა სიტყვის თავისუფლებას. რატომ აღმოჩნდა ეს ვინმესთვის საფრთხე? რატომ გახდა ის მისი ქრისტიანული აღმსარებლობის, ტრადიციული ღირებულებების და სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის ისეთი საფრთხე, რომ გაეჩუმებინათ? ეს მკვლელობა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან აზრს მოკლებულია. ის მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო მოკლეს. ჩარლი ჩემი მეგობარი იყო და დაუჯერებელია რაც მოხდა. ჩარლის უყვარდა დებატები, გულწრფელად და ქრისტიანულად უყვარდა ყველა ოპონენტი, ვისთანაც დებატები ჰქონდა. ის იყო სიტყვის თავისუფლების მცველი. ეს არის უდიდესი და ტრაგიკული დანაკარგი. ფიქრობ, ამ ფაქტმა ორივე პარტია უნდა გაგვაერთიანოს. ყველამ უნდა დავგმოთ პოლიტიკური ძალადობა. დროა ტემპერატურას დავუწიოთ. საზოგადოებაში ბევრი შეშლილი ადამიანია და მათ თუ წავახალისებთ, ისინი უფრო და უფრო მეტ სახიფათო ქმედებებს ჩაიდენენ. შეერთებულ შტატებში ჩარლი კირკის ინციდენტი პოლიტიკურ მკვლელობად შეფასდა. გუბერნატორები მკვლელის დროულად დაკავებასა და მის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, სამართლიანი გამოძიება გვჭირდება. ის სასწრაფოდ უნდა დააკავონ და სიკვდილით დასაჯონ. ეს ამერიკელი ერისათვის მიყენებული დიდი ჭრილობაა. ჩემი მწუხარება ბრაზად გადაიქცა. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება იმ იდეების გაჟღერებას მიუძღვნა, რომლისაც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა. ეს პოლიტიკური მკვლელობაა. ეს არის ბნელი დღე შეერთებული შტატებისთვის. იუტაში მომხდარი შემზარავი მკვლელობა დაგმეს მსოფლიო ლიდერებმაც და დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. გამოხატვის თავისუფლების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკური ძალადობის გამართლება დაუშვებელია. ახლა ჩემი ფიქრები ჩარლ კირკის ახლობლებთანაა. გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა ოჯახს მამა და ქმარი წაართვეს. ჩვენ ყველას უნდა გქონდეს თავისუფლება, ღიად და თავისუფლად ვიკამათოთ შიშის გარეშე. პოლიტიკური ძალადობის გამართლება დაუშვებელია. შოკირებული ვარ ჩარლი კირკის ახალგაზრდა რესპუბლიკელი აქტივისტის მკვლელობით. ეს სასტიკი მკვლელობაა, ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა. უსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ამერიკის კონსერვატიულ საზოგადოებას. თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველებმა კირკის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მკვლელობასთან მათი კავშირი არ დადასტურდა.